კონკურენციის სააგენტო ამ შემთხვევაში რომ თქვა პირდაპირ საუბრობს რომ ეს არის ასე თქვა რიტეილის სექტორში დისტრიბუტორების მიერ თქვა გარკვეული ტიპის შეთანხმებებით წარმოდგენილი არაპირდაპირი გადასახადები პირდაპირ რას ნიშნავს არაპირდაპირი გადასახადი ასეთ ტიპის კონკრეტული ნაწილი ჩვენ არსად არ გვხვდება საგადასახადო კანონმდებლობაში ხომ აი ამ ნაწილში ეს არაპირდაპირი გადასახადი არის სწორედ უკანონო გადასახადი რომელიც არის დაკავშირებული პროდუქციის ქსელებში შესვლასთან დაკავშირებით იმისთვის რომ X პროდუქცია რომელიმე სუპერმარკეტის ქსელში მოხდეს ამისთვის უკანონო ტიპის გადასახადია შეიძლება ასე ითქვას ამას გამოიკვლევენ ბუნებრივია მაგრამ ეს ასე ჩანს რომელიც არის სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ დასახელებით ფორმირებული მათ შორის ეგრეთ წოდებული cashback-ი რომელიც ბოლო პერიოდში მოიწვიეთ ეს ქსელში შესვლის გადასახადი დამატებით რომ თქვათ და ქსელში შესვლის გადასახადი რა არის მაგალითად კონკრეტული მაგალითი რომელიც აქვს კონკურენციის სააგენტოს მოყვანილი იმისთვის რომ მაგალითად ახალ ქსელში შეიტანო კვერცხი კონკრეტულად რომ თქვათ 25,000-დან 70,000 ლარამდე არაპირდაპირი გადასახადი უნდა გადაიხადო. ხოლო და იმიტომ რომ პროდუქცია შეიტანო აბსოლუტურად გაურკვეველ გადასახადს, რომელიც არანაირ დაბეგვრის რეჟიმში არ ექცევა, არანაირ ბიუჯეტში არ მიემართება ვიღაცის ჯიბეში. კი ბატონო, სწორია თუ ეს გადასახადს და იმპორტი, დისტრიბუცია, საცალო რეალიზაცია აი ეს ჯაჭვი ქვეყანაში პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებს. კონკრეტული მაჩვენებელია მნიშვნელოვნად აძვირებს. მოდით ახლა ვნახოთ ცალკეულ პროდუქტებზე როგორ ძვირდება. შევხედოთ კარაქის შემთხვევაში როგორია ფასნავად. 150%-იან გაძვირებაზე ვსაუბრობ, მეგობრებო. სრულიად სერიოზულად 150% ძვირდება. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მოდის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ჩერდება, ასე ვთქვათ, საბაჟოზე ნულოვანი გადასახადით ხდება სუპერმარკეტების ქსელში, არაფერი არ იბეგრება და ამის შემდგომ ხდება 150%-იანი ფასნავადი. წყალი ძირითად შემთხვევაში ქართული პროდუქტი 137-დან 174%-მდე. რძე 122%, მაწონი 128%. ეს არის პროდუქტი, ეს არის ფასნავადი კიდევ ერთხელ, რომელიც წარმოიქმნება არა საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმით, არამედ გაურკვეველი შეთანხმებული მოქმედებებით დისტრიბუცია და საცალო ქსელს შორის. აი შევხედოთ ეგრეთ წოდებული cashback-ის ნაწილი, პროდუქციის შეტანაზე, ასე ვთქვათ, უკან დაბრუნებული თანხები, ასევე უკანონო გარიგებების ნაწილი დიდწილად ამ შემთხვევაში. წლიდან წლამდე ქართული სადისტრიბუციო კომპანიები და ქსელები ახერხებენ იმას, რომ გაზარდონ მარჟა სწორედ არასწორად დაწესებული ფასებით. ანუ ყველა დიაგრამა მზარდია ამ შემთხვევაში რაც არის. ანუ წლიდან წლამდე ისინი უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვენ იმისთვის, რომ პროდუქცია განათავსონ საკუთარ დახლებზე. ხოლო აი ამ ნაწილში, თუ ჩვენ ავიღებთ ბოლო 9 თვის მაჩვენებლებს, 18 მილიარდი ლარია, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში შემოსავალი სწორედ ამ საცალო ქსელებით. 18 მილიარდი ანუ აი ხალხო დაფიქრდით რა ერთადერთი შემთხვევა როდესაც ეს ადამიანი არ იტყუება და მართალს ამბობს ხო ანუ დაფიქრდით 18 მილიარდი ლარი იყო შემოსავალი აი მიმდინარე წელს აი იმის რა ქვია ამ სექტორის იმისთვის რომ რაიმე პროდუქტი რაც კი აწარმოა ადამიანმა ან რაც გარედან შემოგვაქვს იმიტომ რომ აქ ვერ იწარმოება ხო წყალიც კი წყალი ხო საქართველოში წყალი მაინც არის ხო წყალიც კი 2.5-ჯერ აძვირებენ თვით ღირებულებას აი რამდენად შეიძლება პირდაპირ თავის ფასი ჯდებოდეს ამის წარმოება 2.5-ჯერ აძვირებენ კარაქი აი ნებისმიერი საკვები პროდუქტი 2.5-ჯერ 3-ჯერ ძვირდება და რის ხარჯზე ძვირდება რომ მიიტანს წარმოებელი ან შემომტანი მაღაზიაში და ეუბნება რომ მოგიტანე აგერ დამიჯდა ლარად გაბარებ და გაყიდე რა ვიცი ალბათ რაღაცა ლარი და 30 რაღაცა დაამატე ადეკვატური ფასი ის ეუბნება რომ უბრალოდ რომ შემოვიტანო და დავდო შენი ფასის ნახევარი უკანონო დამიბრუნო იქით კი არ გაძლო კაცო შენი ფასის ნახევარი უკანონო დამიბრუნო და წარმოებელია შემომტანი იძულებული ხდება, ну მაშინ ლარ უკან თუ უნდა დავაბრუნო ნახევარი, მაშინ ლარ ნახევრად ჩაგაბარე. მე დაგიბრუნებ 50-ს უკან, ხო? ამის ზემოთ კიდე მოგების გადასახადს ადებს. ამის გარდა კიდე სადისტრიბუციო კომპანიაც იგივე მიდგომით არის. თვითონ ხო არ მიიტანა ამ კაცმა დასარიგებლად, არა? ეს კი აბარებს ლარად. მაგრამ დარიგება ხო ჭირდება ამ პროდუქციას, არა? სადისტრიბუციო კომპანიაც მასე უდგება, რომ არანორმალური ფასდამამაც ითხოვს და ბიჭო გაწყვიტეს წელში ეგ არის აი ხალხის ხარჯზე. კი. და იქ ჩამონათვალი იყო იმ ერთ-ერთ გრაფიკში, რომ ახალი მაღაზიის გახსნის
ხარჯები, რაღაცა მაგასაც ხალხს ახდევინებენ რა, რაღაც ყოველ ნაბიჯზე რო ერთ კორპუსში რო 8 მაღაზია, ხო, მაგასაც ხალხს ახდევინებენ რა და მე რას ვერ ვიცი, ერთი შეკითხვა მიჩნდება ამ ყველაფერი ვეთანხმები. იმას ვეთანხმები, რომ თვითონ აი მთავრობა გამოდის და ინიციატივა, კარგი ინიციატივაა. იმედის ამ რეპორტაჟს ვეთანხმები, რომ აი ასეთი სქემებია ხალხო, მაგრამ ერთ რაღაცს ვერ ვიგებ, კაცო. ეგ ხალხი ხო თქვენ ხართ, კაცო. ეგ ბიზნესმენები ვინ არიან? ეგენი არიან ოცნების ბიზნესმენები, ხო? ეგ სქემები ვიცით. ვიცოდით ისედაც და რა ვიცი, მაგაზე ვლაპარაკობთ ამდენი ხანია. რამდენი ხანია მაგ თემაზე ვლაპარაკობთ? აი ჩვენი ტელევიზია, რა ვიცი, იმედმა ეხლა რაღაც ძალიან ენთუზიაზმით არის, მაგრამ ჩვენი ტელევიზია ამაზე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობს. რომ სიტუაცია აი ამ პროდუქციის ფასები არანორმალური რაღაც მონოპოლისტური მიდგომებია, ხო, ბაზარზე. და ეგ რატოა ეგ? იმიტოა, რომ სახელმწიფოსთან გარიგებული ბიზნესმენები აკეთებენ ამას. და ეს ყველაფერი მე რა არის, ძი? ეს რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ხო არ ქმნის, რომ აი ეს ოცნება რაშიც მაგარია, რომ აი რაღაცა ინიციატივა, რაღაცა დაპირება. იქ გამოვიდა ტელევიზია უკვე ლაპარაკობს, თითქოს უკვე მოგვარდა რაღაცა და სინამდვილეში, რა ვიცი, არც არაფერი არ მოგვარდება. კი, ეგ ნახე, ეგ მნიშვნელოვანია. ეგ არის მთავარი კითხვა აქ. და მანდ რა უნდა ქნას ხალხმა? ეგ არის მთავარი კითხვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვა არის ოცნებასთან. რატო აკეთებთ ხალხო ამას? რატო აძვირებთ თქვენ პროდუქტებს სამჯერ? იმიტომ რომ თქვენი ბიზნესმენები არიან ესე. თქვენი ნაწილი არიან, თქვენი წევრები არიან, თქვენი დამფინანსებლები არიან. თქვენი ჩარევის გარეშე ამის თქვენი დეპუტატების ოჯახის წევრები არიან პირდაპირ. როგორც კოლ ცენტრების გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი პირდაპირი მონაწილეობით დავალების გარეშე, ისე ამის გაკეთება შეთანხმება აქვს პირდაპირო ფასი უნდა გაასამაგონ და საჭმელს. ყიდიან სამაგ ფასად ხალხი გაწყვიტეს წელში. ეგ თქვენ გარეშე ვერ იქნებოდა, ამიტომ პირველი კითხვა თქვენ რატო აკეთებთ ამას? მეორე კითხვა. ბიჭო, ეს გაოგნებული პრემიერი და გაოგნებული ჟურნალისტი, რომ 13 წლის თავზე ამას შეშფოთებას გამოხატავენ. ეს ახლა გაიგეთ, კაცო. აი დაუშვათ ვიღაცას, არ ვიცი, არა დიდი ჭკუის ადამიანს ვიღაცას ჯერა, რომ აი არ იცოდნენ, ახლა გაიგეთ, ის არ იცოდნენ, კი მონაწილეები არ არის. ბიჭო, ეს ხო ყველა მიცის, კაცო. ეს იცოდა აი რაღაცა დონეზე შეხება რო ქონია სავაჭრო სფეროსთან, აი ყურმოყრით მაინც ყველა მიცოდა, ხო? ეს რა ეხლა შეშფოთდა ეს ჟურნალისტი. ახანდეს თუ რამის მოგვარება გინდოდათ. რა უნდა გაკეთდეს ეხლა? აი რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა გაკეთდეს? მაყურებელმა, ხალხმა რა უნდა გააკეთოს? ხალხო ერთი რაღაცა იცოდეთ. ეს არის პრობლემა, რომელიც მოგვარებადია 2 კვირაში. აი როგორ არის მოგვარებად, იცი? აი ჩვეულებრივად დედას გიტირებთ, აი ეგრე უნდა დაუყენონ. არა, კაც ჩვეულებრივად. ხო, აი დედას გიტირებთ თუ კანონის ფარგლებში არ იმოქმედეთ. აი ჩვეულებრივად მაგ მეები სუპერმარკეტების მფლობელებს დედას გიტირებთ კანონის ფარგლებში თუ არ იმოქმედეთ. აი სუსის უფროს ხო დაიჭირეს, არა? სუსის უფროსზე მარტივი დასაჭერია ძარცვავს ხალხს 17 მილიარდი ბრუნვა აქვს, ხო ის ბრუნვა კი შემოსავ. ბიჭო დედას გიტირებთ თუ კანონის ფარგლებში არ იმოქმედებთ და 2 კვირაში პროდუქტების ფასები განახევრდება ქვეყანაში. ეხლა რა უნდა გააკეთოს მაყურებელმა? ეს უნდა იცოდეს. 2 კვირაში თუ არ განახევრებულა პროდუქტების ფასები, აი კაი შევიდეთ ამათ მდგომარეობაში და 1 თვეში პროდუქტების ფასები თუ არ განახევრეს, ესე იგი სინამდვილეში ეხლა საქმე გვაქვს როგორ სამარცხვინო რაღაცა უნამუსო ბოლთან, იცით? 2022 წელს იგივეს ამბობდა ღარიბაშვილი ხალხო მედიკამენტების ფასებზე და სხვათა შორის პროდუქტების ფასებზე. 2022 წელს 3 წელი გავიდა. თუ არ გაანახევრეს კი არა. აი მოდი არ გაანახევრება.
მოდი რა. ო არა. აი პირდაპირ აი ეხა ვიღაცას თუ ვიღაც დაელოდოს კაცო. დაელოდოს და გაირგვა, მაგრამ პირდაპირ ხალხო მზად იყავით რომ ფასები გაიზრდება. აი ხა ხო არის ინიციატივა რომ ახლა იქ იმედი რაღაცას ის კაცი ჩვეული ემოციებით იქ კობახიძემ აღმოაჩინა რაღაცა, ვაიმე ეს რა ყოფილა, კაცო ჩვენს ქვეყანაში საფრანგეთზე უფრო საფრანგეთში ხალხო რო იცოდეთ, საფრანგეთში გადასახადები უფრო მაღალია. საფრანგეთში ამათ ხო ესენი ხო თავისი ბიზნესმენები არიან, ის ბიზნესმენები. იმ ბიზნესმენებს გადასახადები დაუწიეს, დაბალი აქვთ. იმიტომ რომ თავისი ის ბიზნესმენი ხო თავისიანია, იმას დაბალი აქვს გადასახადი და ის კორუფციაში როა ჩართული. ეგ არავინ არის, მაგრამ ეგ წარმოუდგენელი რაღაცა საფრანგეთში ახერხებს ის, რომ უფრო იაფი იყოს რაღაც პროდუქცია. თანამშრომლებს გაცილებით მეტი ხელფასი აქვს. ყველაფერი სინამდვილეში უფრო მეტს იხდის, მაგრამ მაინც ახერხებს. საქართველოში ეგ ვერ მოხერხებს. კი, მაგრამ ნახე რა არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, პროგნოზი რო გავაკეთოთ, ალბათ არ გაიებთებ. ოღონდ ეხლა აქამდე ბევრმა არ იცოდა, ეხლა ხო იციან რა ხდება კაცო. აქამდე ბევრმა ხო არ იცოდა რატო ძვირდა. აქამდე ეგონათ რომ რაღაცა სოფლიოში ყველაფერი ძვირდება და ჩვენ უბრალოდ ცოტა ფული უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ. ხო ეგრე ეგონა ბევრს კაცო. გაირკვა, ეხლა გასაგები გახდა ბევრისთვის, ვინც შეიძლება ჩვენ არ გვენდობოდა, ან ჩვენ არ გვიყურებდა რომ ოცნება აღიარებს და ამბობს. ხდება შემდეგი სუპერმარკეტები უბრალოდ ადებენ ზემოდან აი ესე უხეშად ორმაგ ფას, იმიტომ რომ მეტი მოიგო. მეტი არაფერი არ ხდება. ეხლა ეგრე რო დგას საკითხი, მანდედან გამოსავალი არის მარტივი. კანონის ფარგლებში ოცნება მოთხოვს შესაბამის ფასებში გაყიდვა, ანუ კანონის დაცვა. თუ რაღაც ნაწილში კანონი არ არსებობს, საკმარის სიმკაცრეს. ამ ტიპის პრობლემის რეგულირების კანონი ამერიკაშიც მოქმედებს და ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს ნაწილში. და მაგის რეგულირებაც უნდა მოხდეს და კანონებს აგერი როგორ კანონებს იღებენ, იცი? მაშინ რა ქვია, თავრობის შეგინება რომ დასჯადი მოვლენა უნდა იყოს, თავრობის კრიტიკა რომ დასჯადი მოვლენა უნდა იყოს, მაგას იღებენ ერთ კვირაში. არ არის პრობლემა ამის გამკაცრება და ეხლა მაყურებელმა უნდა შეხედოს შემდეგნაირად. ერთ თვეში თუ არ გაანახევრეს, ვისაც ეხლა ჯერ კიდევ გაურკვევლობა სჭირს ოცნების არის პირდაპირ თუ არ არის ეს ბიზნესი და შეიძლება არ ჯეროდეს, იქნება არ არის ოცნების და პლენში არის, არ ვიცი. ერთ თვეში თუ არ გაანახევრეს, ოცნება აკეთებს ამას, ოცნება გიძვირებთ. განახევრებადია, კაცო. კი. ზოგი პროდუქტი სამჯერ არის გაძვირებული. ზოგი პროდუქტი გაორმაგებული, ორნახევარჯერ არის გაძვირებული და თუ არ გაგინახევრეს როგორც მინიმუმ ერთ თვეში, ერთი თვე ამაზე მიაწექით, არ დაივიწყოთ. არ გაჩვენდეთ, ყოველ დღე შეახსენეთ.